მოგესალმებით. მას შემდეგ, რაც დავასრულეთ საკმაოდ ხანგრძლივი მსჯელობები კულტუროლოგიის კატეგორიათა შესახებ, ამჯერად გადავდივართ ჩვენი სალექციო კურსის დასკვნით ნაწილზე, რომელსაც შეიძლება ასე ვუწოდოთ ენა და ერი, როგორც კულტურის ფენომენები. როცა საკითხი ისმის ენის, როგორც კულტურის ფენომენის შესახებ, იგი არ უნდა გავაიგივოთ მეტყველების კულტურასთან. ეს უკანასკნელი გრამატიკის, აზროვნების, სამეტყველო სტილის და დიქციის მიღებული ნორმების დაცვის მეშვეობით ამა თუ იმ ეროვნულ ენაზე მეტყველების მოწესრიგება. ესე იგი, მეტყველების კულტურა თვით მეტყველების გარკვეულ კალაპოტში მოქცევას გულისხმობს. რაც შეეხება საკითხს, ენა როგორც კულტურის ფენომენი, იგი ენისა და კულტურის ურთიერთობას ეხება. ჩვეულებრივ ენას განსაზღვრავენ როგორც ნიშნებისა და სიმბოლოების სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აზრების აღნიშვნა და გადაცემა. ამიტომ ენას განიხილავენ აზროვნების, ობიექტური და სუბიექტური მოვლენების გამოხატვის, ადამიანთა შორის კომუნიკაცია დიალოგის საშუალებად. ენის ასეთი გაგება სრულიად მისაღებია, თუკი მას განვიხილავთ ობიექტურ აღწერილობითი თვალსაზრისით. ენის როგორც კულტურის ფენომენის საკითხი ჩვენგან მოითხოვს მის განხილვას კულტუროლოგიურ ჭრილში. ესე იგი, ნაჩვენები უნდა იქნას ენისა და კულტურის ურთიერთმიმართება. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვამტკიცოთ ერთის მხრივ ის, რომ კულტურა თვითონაა ენა, მეორე მხრივ ის, რომ ენა კულტურაა. ჩვენ უკვე ვთქვით იმის შესახებ, რომ კულტურა განხორციელებულ ღირებულებათა სისტემაა. ესე იგი, ჩვენი კულტურასთან შეხვედრა ნიშნავს არა რაღაც წარმოსახვით, არამედ ხორცშესხმულ გასაგნებულ ღირებულებებთან შეხვედრას. გასაგნებული ღირებულება, როგორც კულტურის საგანი, ერთის მხრივ ფლობს რეალურ ფიზიკურ ნიშან-თვისებებს, მეორე მხრივ ირეალურ განზომილებებს. სწორედ ამ ირეალური განზომილების შეძენით იქცევიან ბუნების საგნები კულტურის საგნებად. მათში მოიაზრება მნიშვნელობები, ღირებულება, საზრისი. შეუძლებელია მოვლენა კულტურის საგნად ჩაითვალოს, თუ იგი ადამიანისათვის საზრისის მატარებელი არ იქნება. საზრისის გაგება იმ ნიშნებისა და სიმბოლოების გაშიფვრის შესაძლებლობას მოითხოვს, რაშიც ჩადებულია საზრისი. ხოლო ნიშნებისა და სიმბოლოების გაშიფვრა მათი ენის ცოდნას მოითხოვს. კულტურა ნიშნებსა და სიმბოლოებში არსებობს. ეს კი თავისებური ენაა. ამ აზრით, კულტურა არის ენა, რომლის არცოდნა არ მოგცემს საშუალებას ვეზიაროთ ამ ენას, განხორციელებულ კულტურას. ამის საილუსტრაციოდ ხელოვნების სფეროდან მრავალი მაგალითის მოტანა შეიძლება. მუსიკა კულტურა. იგი გამოხატვის თავისებური ენაა. ვინც ეს ენა არ იცის, მისთვის მუსიკალური ბგერები კარგავენ საზრის და უბრალოდ კაკაფონიად იქცევიან. ვინც არ იცის ფერწერის ენა, ეჩვენება, რომ ფიროსმანივით, პიკასოსავით, სალვადორ დალივით ხატვა ყველას შეუძლია. ვინც არ იცის ლიტერატურისა და კინოს ენა, იგი იძულებულია ნაწარმოების მხოლოდ გარეგანი ფაბულით დაკმაყოფილდეს. მაშასადამე კულტურა ენაა თავისი გლობალურ უნივერსალური მასშტაბით. იგი არის ადამიანის დიალოგი როგორც საკუთარ თავთან, ისე დანარჩენ სამყაროსთან.
სამყაროს ადამიანი კულტურის ენით ესაუბრება. კულტურა როგორც გლობალურ უნივერსალური ენა, გათრავად, თავის მხრივ მოიცავს მრავალ კონკრეტულ ენას. ეს არის მითოსი, რელიგია, მეცნიერება, ფილოსოფია, ზნეობა, სამართალი, ხელოვნება. ხელოვნების ცალკეული სახეები ჩვენს წინაშე წარმოსდგებიან როგორც კონკრეტული ენები. ყველა ისინი სამყაროზე ადამიანის ცხოვრებაზე მოგვითხრობენ საკუთარი ნიშნებისა და სიმბოლოების სისტემით. ესე იგი, საკუთარი ენით. კონკრეტულ ენათა რიცხვს მიეკუთვნებიან ეროვნული ენებიც. ამიტომ ეროვნული ენა განიხილება კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფენომენად. ენისა იგულისხმება ეროვნული ენა და კულტურის მჭიდრო ურთიერთკავშირის მაჩვენებელია ენისა და აზროვნების ურთიერთობა. ზოგად ფილოსოფიური თვალსაზრისით ცნობილია, რომ არ არსებობს ენა აზროვნების გარეშე. ენამ აზრი უნდა ზიდოს და თუ საზიდი აზრი არ არის, თუ ენა აზრისაგან დაცლილია, იგი მკვდარია. არც აზროვნება არსებობს ენის გარეშე. აზრი, რომელსაც არ აქვს შეძენილი თავისი ენობრივი გამოხატულება, გაუფორმებელი აზრია და მისი მოხელთება ვერ ხერხდება. ენა მონაწილეობს აზროვნების ყოველ აქტში. ენა და აზროვნება ისევე განუყოფელნი არიან, როგორც სიტყვა და ცნება, წინადადება და მსჯელობა.